მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარო, თქვენ მოგეწონათ ჩვენი გუშინდელი გაშლა იმპერატორ ქალზე, იმპერატორ ქალზე ნახეთ. სათაუროში უნდა დამეწერა იმპერატორი ქალი, მაგრამ მაინც იმპერატრიცა ჩავწერა. ნუ არა უშავს, ქალური ენერგიები უფრო გჭირდება ჩვენ ვიდრე იმპერატორის ქალი, ხო? რო იყოთ უფრო იმპერატრიცა, უფრო რაღაც ნაზად ჟღერს, ხო? და რა თქმა უნდა, ნუ ვისაც არა გაგძებნა ნახე, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი გაშლა იყო, საინტერესო. და ჩვენ აქ ამ არხზე რას ვაკეთებთ? ჩვენ თავზე ვფიქრობთ, როგორ გავანვითაროთ, როგორ უნდა ვიყოთ კიდე უფრო და უფრო კარგები და მაგრები, ხო? და როგორ ვიცხოვროთ ისე, როგორც შეეფერება იმპერატრიცას, ხო? ამიტომ დღეს ჩვენ მოდით ნახოთ ისეთი თემა ავიღოთ, რომელიც ძალიან ბევრს აწუხებს კი არა, ყველას აწუხებს. და საიდუმლოს გეტყვით, ბიჭებსაც კი ძალიან აწუხებს, თქვენ რო იცოდეთ რა, არა მხოლოდ ჩვენ გოგოებს რა. უბრალოდ ახლა ჩვენ მაგაზე ვლაპარაკობ და ბიჭებს ცოტა უჭირს, მაგრამ საიდუმლოს გეტყვით, მოდიან კონსულტაციაზე და აი ძალიან იცით რა განცდები აქვთ მაგათაც, მაგრამ ჩვენ დღეს გოგოებს ვლაპარაკობთ, ბიჭები თუ გვისმენ, მაშინ თქვენც ახლა ნუ შეიძლება რამე ან თქვენს გოგოზე გაიგებთ, ან შეიძლება ნუ თქვენსაც რეზონირდებათ რამე, იმიტომ რომ მე ახლა ვცდილობ ენერგიებით, რა თქმა უნდა, გელაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, შეხლა ასე ძალიან სათითაოდ ყველაზე ნამდვილად ახლა ვერ მიუწდები სამწუხაროდ, ხო, რომ მქონდეს ისეთი საშუალება, რომ ყველა სათითაოდ ну, რა ვქნათ. ვისაც უნდა ეგეთი რამე მობრძანდეთ ჩემთან კლუბში, ქალთა კლუბში, იმიტომ რომ ეხლა სანამ არ დამავიწყდება გეტყვით, სანამ გადავედი გაშლაში, რომ მე გადავარდე, დამავიწყდება. ეხლა მაგ ძალიან მაგარი რაღაცა შეფიქრებული, იცით თქვენ რომ საერთოდ ჩემი დამოკიდებულება ვინც სულ მიყურებს ტაროს სადმე და გინდათ მატრიცა, ბედის მატრიცაზე რომ მუშაობ, რომ ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიის წიგნი და დღეს ჩვენ გადავშლით ფსიქოლოგიის წიგნს მანარას, რომელიც ლაპარაკობს რაღაც სასწაულოთ უშუალოდ ურთიერთობას რაც ეხება და არა მხოლოდ მაგ თემაზე, ეს უნიკალურია. საერთოდ უნიკალური დასტა და ამაზე ბევრმა მთხოვეს და ამიტომ კურსიც დავიწყეთ უკვე ვასწავლე ამის წაკითხვას, ამ წიგნის გაშიფრებას ვასწავლე. ну, უეიტი რა თქმა უნდა უკვე იცით თქვენ ქართულად რო არის და ახლა უკვე რუსულადაც მთხოვეს ბევრმა რომ რუსულადაც თუ შეგიძლიათ რომ გაგვიკეთოთ სწავლება და კი ბატონო, ესეც უკვე დავიწყებ ფებრუარიდან, მაგრამ კლუბში დავიწყე ესეთი რაღაც საინტერესო, იქნება გარჩევები მატრიცაზე, უფასოდ სხვათა შორის, სხვადასხვა სფეროებზე. იმიტომ რომ ჩვენ, ну, იცით თქვენ, მე რომელიც თემებიც მიყვარს და რაზეც ჩვენ სულ აქ საუბრობთ, ეს არის პირადი დანიშნულება, ეს არის ფინანსები, ურთიერთობა და აი კარმები ხო არის, თქვა, ну, რაღაც მომენტ, ну, აი ამაზე იქნება გარჩევა ყოველ ჩვენ მე მგონი ავარჩიეს შაბათ-კვირა იქნება, იქ გააჩნია რომელ დღეს კლუბში ჩვენთან მობრძანდეთ, თუ ვინმე არა ხართ კლუბში, თუ ხართ გააქტიურდით, იმიტომ რომ აი იქნება უფასოდ 1-2-3 გოგოს მე გავურჩევ ჯერჯერობით ვიწყებ ჩვენ პირად დანიშნულებას, ну, ასე შემდეგ რა, მე ყველაფერზე გავაკეთებთ გარჩევები, იმიტომ რომ მე მინდა რაც შეიძლება უფრო მეტმა იცოდეს თავისი პირადი დანიშნულებაც, ეს კარმა რა აქვს ახლა ფინანსებში, იმიტომ რომ ხო შეიძლება ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც რაღაცა დაუშვათ არ შემოდის თანხა ისე როგორც მე მინდა სიტყვაზე და ну, ურთიერთობაზე ეს აუცილებლად, ხო? მე ამაზეც კი ვისაუბრებ. всё. ეხლა დავიწყე. კითხვები როგორც ყოველთვის მაქვს მომზადებული. დღეს ავარჩიე მანარა, вообще მიყვარს ეს დასტა, ძალიან მიყვარს და რაც ახლა დავიწყე ამას კიდე გაკვეთილების ჩაწერა, მე უფრო როგორც მოსწავლე ჩავოღრმავდე და ძალიან ესე სიამოვნო პროცესია სხვათა შორის და ჩემი მოსწავლეები ხო აკივიან ეს რა მაგარი რამეა. ну, მართლა ძალიან მაგარია. კარგი, всё. დავიწყოთ. ანუ თქვენ ეხლა მოდით ასე ვქნათ, ავიღოთ. ასე იყოს. ეხლა თქვენი ენერგია რა ენერგია გაქვთ? რა გინდა თქვენ
ურთიერთობაში, აი, თუ გინდათ, რა თქმა უნდა, ნახეთ როგორ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ჩაიფიქრეთ როგორ. ან კონკრეტული პარტნიორისგან რა გინდა დაუშვათ, ვინმეზე იფიქრეთ. ან თუ დაუშვათ, ან არ აყავთ, ან ფიქრობთ, რომ თქვათ მინდა რომ ვინმე ახალი შემოვიდეს, საერთოდ რა მინდა მე ურთიერთობიდან. აი, თუ გინდათ პარტნიორთან უშუალოდ, ხო, იმიტომ რომ ურთიერთობა შეიძლება იყოს თქვენს უფროსთან დაუშვათ, ხო, იმიტომ რომ სამნიშნელოვანი კითხვას როგორ დაუსვენ. ამიტომ აი აქ მე ვდებ რა მინდა ურთიერთობისგან. თქვენ დააყოლეთ ან სახელი თქვენი პარტნიორის, ან საერთოდ ზოგადად მიიღეთ. აი ასე გავაკეთოთ ჩვენ. იმიტომ რომ რაც უფრო კითხვა ზუსტია, ზუსტ პასუხსაც მივიღებთ. გაიგეთ, რომ არ იყოს ახლა აქ მკითხაობა, იცით თქვენ რომ ეს არ მიყვარს რა. კარგით, შემდეგი რა სინამდვილე, ანუ პირველი რა მე მინდა, ანუ მე როგორი მინდა თქვათ ურთიერთობა სიტყვას და მეორე იქნება სინამდვილეში რა გჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა თუ დააკვირდით, ხო, საერთოდ უფრო რაღაცა სულის დონეზე რა მოდის გაშლები, მინდა არ მინდა ასე გამოდის, იმიტომ რომ მე ვარ კარმული ტარონომეროლოგი, ფსიქოლოგი და ამ თემაში უფრო მუშაობ და უფრო სულის დონიდან მოდის პასუხები, გაიგეთ, ამიტომ არის მომენტები, რომ ხა სული რომ მოდის, ხო, აქ მაგას თავისი გზა. თუნდაც ურთიერთობებში, ხო, შეიძლება ულამაზესი, უკარგესი, უმშვენიერესი, უჭკვიანესი, რაღაცა იყო, მაგარი ქალი, მაგრამ, ან კაცი, მაგრამ რაღაც არ ლაგდება ისე, როგორც შენ გინდა, სიტყვაზე რაღაც, даже თუნდაც აი კარგი ურთიერთობაც რო იყოს, მაინც რაღაცა. აი ეს რაღაცა სხვათა შორის არის მატრიცა. ზუსტად იმიტომ გადავწყვეტე რა, ეს გავაკეთე, რას გითხარით, მაგრამ ადამიანი ფიქრობს ადამიანურ დონეზე, ჩვენ ახლა სოციუმში ვართ, რაღაცა ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ სულს რა უნდა სინამდვილეში, აი ეს არის მთავარი. აი ამას რო დაიჭერ შენ რა უნდა სულს სინამდვილეში, გინდაც ფინანსები, გინდაც კარიერა, გინდაც ახლა ურთიერთობაში და აი ამ გზას რო გაყვები, აი მაშინ ყველაფერი დალაგდება, გაიგეთ? იმიტომ რომ არის რაღაცა ბლოკები, არის რაღაცა პროგრამები, რომელიც საჭირო არის რომ მოვიშოროთ, შევცვალოთ და ანუ იმიტომ ვაკეთებ ჩვენ ახლა ბევრი ჩაღრმავები და რაღაცებს ტექნიკებს, რასაც ვაძლევს, ხო შეიძლება ბევრი ვიღაცები მწერენ რომ წმენდებს თუ აკეთებ. აი ეს წმენდებს ახლა თუ რიტუალებს გულისხმობთ არა. აი ეს ჩაღრმავება ქვეცნობიერთან მე ცოტა სხვანაირად მუშაობ, იმიტომ რომ ყველაფერი აი აქ არის, აქედან უნდა მოიშორო ეს ყველაფერი ჩადო ახალი, როგორც კომპიუტერი, რესტარი გაუკეთო და ჩადო ახალი პროგრამები და მე ლაგდება. გაიგეთ, მაგრამ ეს პროგრამები ძელები უნდა ვიპოვო. ამიტომ ეს მე რა მინდა, ხო? და შემდეგი კითხვა იქნება ეს, იმიტომ ასე გიხსნით, რომ თქვენს დასვას სწორედ კითხვა. იმიტომ რომ თქვენ ახლა ამ წუთში ჩემს სივრცეში ხართ, მე უყურებ თქვენი სულები კი აქ არიან, ვისაც უნდა ეს გაშლა, რომ იცოდეთ, ასე მუშაობს ეს სივრცე და დამტკიცებულია სხვათა შორის. და სინამდვილეში რა გჭირდებათ? ნახოთ ახლა მე როგორ ვიქცევი ურთიერთობებში, ხო, როგორი ქცევა მაქვს, ესაც ხო არის თქვათ ახლა. შემდეგი ყველაზე მთავარი ჩემი შეცდომა ურთიერთობაში, რა შეცდომას ვუშვებ, აი ეს ნახოთ. და რა იქნება, როცა მე აი ამ შეცდომაზე, თქვათ, მოვიშორე, რაც მე გითხარით რა, ეს პროგრამა შეცდომა, თქვათ, ხო, ასე თქვათ, რა პროგრამა მიშლის, თქვათ, ხო? აი რა იქნება, როგორ დალაგდება, თქვათ, როგორი იქნება ჩემი, თქვათ, ახლა, თქვენი რა თქმა უნდა, ურთიერთობები როგორი იქნება, თუ თქვენ ამაზე იმუშავებთ, დაუშვით, აი, შედეგი. всё, მე მგონი რაღაც თქვი. რაღაც ჭკვიანური. აი ნახეთ როგორ მაჩვენებენ ეგრევე შეხედეთ და ეს მან არა გამაგიებს ხანში. აი ნახეთ ახლა ხო თქვი და ნახეთ რაც მაჩვენებენ. აი იმისთვის რომ შენ გქონდეს ჰარმონიული ურთიერთობაში რა, რომ გქონდეს შენ წარსულში ჩაიხედე და თუ გინდა რომ იყო კარგად. ანუ წარსულ წარსულ პროგრამებს აჩვენებს რა ამ შემთხვევაში, რა საინტერესოდ რა ამომიგდო. მაგრამ ამ წუთში ბევრი გულის ტკენები. так, всё, მან არა მაცალე ახლა შენ დავიწყებთ ახლა ის უკვე წინ გარდეს, ეგრე იცი სულ. რა საინტერესოდ ამომიგდო.
ჩაიხედე შენ ძველ პროგრამებში, თუ გინდა რომ იყო კარგად. შენ თან მზე მანარაში არის ძალიან საინტერესო არის, ნახეთ, ეხლა ყველა კარტს ვერ გაჩვენეთ, მაგრამ რაც შეიძლება გაჩვენებთ, რომ ძალიან ესეთი რა, ეროტიკული. ეს არის საერთოდ მზე მანარაში ნიშნავს, როცა აი მე კარგად ვარ და აქ სხვათა შორის უფრო ესეთი კი ეგო კი მაგრამ არ არის ცუდი უბრალოდ აი მე რო კარგად რო ვიყო კარგად რო იყო так всё მოდით აბა ნახოთ ეხლა ანუ ეხლა შენ ვა გუგლ ამას მეც ასე გაჩვენებთ ჩემო სწავლეების საყურადღებოდ ეს ცხრიანი წყლის ნუ ეს გაკვეთილი თქვენ ეხლა გექნებათ აი ასე დავმალავთ რომ აქ ცოტა ძალიან ეროტიკულია ანუ თუ დაინახავთ თუ არა და ანუ აქ არის როგორი მომენტი თქვენ ეხლა ხართ როგორ ენერგიებში რა ანუ გამთავისუფლდი ანუ საერთოდ არის როგორი ენერგია მე კარგად ვგრძნობ თავს მე თავისუფლდი სხვა შეს მე მგონი გუშინაც იყო ხო ან ეს პერიოდი სულსითი გაშლება გვაქვს რაღაც განულება ხო მე არ გამოვრიცხავ ამას აქ ვნახავთ ჩვენ პროგრამებს და რაღაცებს მაგრამ ნახეთ რა ხდება ეხლა არის ესეთი პერიოდი, როცა ანუ ჩვენ აი წინა წელი 24 წელი ხო ის იყო ძალიან კარმული და იქ ძალიან ბევრი წმენდა წავიდა რა. გინდას ურთიერთობებში, გინდას ახლა ვისაც ქონდა თქვათ აი ძალიან ბევრმა დახურეს თავისი კარმული რაღაცა გაკვეთილებიც და რაღაცები რა ეს მომენტები და ამიტომ შეიძლება ეხლა უკვე ნახეთ ეხლა ჩვენ ამ გაშლას ვაკეთებთ როდის იანვარში ხო უკვე ნახევარი გავიდა ანუ ნუ დღეს უკვე რომ არ არიცხვე 16 მგონი ხო ნუ ეხლა ის საყურადღებოთ იმათის ვინც შეიძლება მერე უყურებს ანუ უკვე ეს ნახევარი ხო ძველი ახალი წელიც იყო ანუ უკვე შევედით ჩვენ ამ ახალ წელში ეხლა ისე რომ ვთქვათ ხო ამიტომ არის რომ მიდის განთავისუფლება და შეიძლება კიდე ეს პერიოდი გქონდათ კიდე რაღაც ესეთი მომენტები გაურკვეველი და ეხლა უკვე შემოდიხარ თქვენ ამ ენერგიებით რომ მე თავისუფლად ვგრძნობ თავს თუ რამე მაწუხებ და უკვე ყველაფერი წავიდა ანუ გოგოებო ვინც ახლა დაუშვოთ თქვენ ახლები ხარ და თქვათ ახლა გაქვთ რამე ესეთი პრობლემები და თქვენ შეიძლება თქვათ რომ ჯერ არ რეზონირდება იმიტომ რომ მე ჯერ ძალიან ესეთ ურთიერთობებში ვარ რომ ვერ გამოვდვარ თქვენთვის ძალიან კარგი იქნება რომ აი ჩადეთ დაბლად რა ამ ნახეთ ახლა ვიდეოები მაქვს უამრავი ამ თემაზე თუ გინდათ 2 წლის და 3 წლის წინანდელებიც ნახეთ აი ნახავ ძალიან ბევრი პასუხებს იმიტომ რომ აქ უკვე ჩემთან ახლა არის უფრო ენერგია გოგოების ვინც მომყვებიან кайხანი და ვინც უკვე ნამდვილად ბევრი რამ შეცვალეს თავის ცხოვრებაში თავის თავში იმიტომ რომ უკვე იყვნენ ჩემთანაც ბევრ ტრენინგებზე და რაღაცებზე ამიტომ მე თავისუფლად ვგრძნობ თავს რა თავისუფლდები აი აქ ეგეთი ენერგია არის რა იმიტომ რომ ნუ თავს ირჩევს მე თავი უნდა ავირჩიო მე თვითონ უნდა ჩემ თავს ვირჩევ ასე კაი რა მინდა ურთიერთობიდან რაც თქვით ახლა აქ რა ხდება ნულის არკანი არის მატრიცაშიც კი ანუ და ნახეთ მაღალი არკანები წავიდა აქაც 3 მაღალი არკანი რა მაგარია აი ნახეთ ახლა პრინციპში ახლა რა მინდა მე ურთიერთობთ როგორ გინდათ აი რომ პირველ რიგში აი აქ რატომღაც მე ვერ დავინ ნუ რო გითხრათ რომ თქვა გინდათ აქ ურთიერთობიდან უფრო даже ვეტყოდი როგორ ისეთი ურთიერთობა სადაც არავინ არ მკარნახობს რა უნდა გავაკეთო ანუ უფრო მსუბუქი იცით როგორ არის ანუ ნულის არკანი მანარაში არის საერთოდ არასერიოზული ურთიერთობა იმიტომ ხო და არასერიოზული ურთიერთობა ეს არის როცა ну თქვა გათხოვება არ მინდა სიტყვაზე ხო ანუ საინტერესოა იცით თქვენ ну შეიძლება რატომ არა ეგაც არ არის ეს რა ანუ დაუშვით მათო შეხვედრები მინდა სიტყვაზე უკვე აღარ მინდა მე შევიდე თქვა ეხლა
ისეთ ურთიერთობაში, სადაც ახლა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნულის არკანი მან არაში არის, როგორ კიდე არის ერთი მომენტი, რომ ზოგი შეიძლება თქვათ სხვათა შორის ამით ფიქრობს, რომ მინდა ჩემზე პატარა უნცროსი იყოს მამაკაცი დაუშვათ, აი ესეთთან მინდა, მაგრამ ჩვენ ვეკითხებით მე რა მინდა ურთიერთობიდან, პარტნიორთან. აი ეს მითხარით ახლა თქვენ რა რომელი, იმიტომ რომ აქ ახლა არის ნახეთ, აქ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ სადაც მე დავუშვებ, კარნახობ და ვეუბნები პარტნიორს ახლა რა უნდა გააკეთოს. ნუ ეს ახლა არ არის ესეთი თემა, იმიტომ რომ რა არის, იცით ახლა ახლა რომელი ხალხს უნდა რომ მაგისი კაცი იყოს დაუშვათ ახლა так ახლა როგორ თქვა, რომელსაც შემიძლია რომ მართო რა, კაცმა უნდა მართოს პრინციპში რა, ესე უფრო თუ ხალე პატივისცემს ერთ კაცს, რომელიც ახლა აქ ამას თავისი აზრი და თავისი თქვათ ახლა იცის რა უნდა გააკეთოს, ხო და წამყვანია. მაგრამ ისი კალია წამყვანი, ნუ მთავარი როლი აქვს, მაგრამ მაინც კაცსაც დიდ რას ამბობ, მაგრამ უბრალოდ ამით ახლა რომ ამოდის ეს ურთიერთობაზე რა ხდება შენთან ურთიერთობაში, ნუ ახლა ვერ გეტყვით რომ აქ რაღაცა სერიოზული, მაგრამ ნუ შეიძლება დასვენება გინდათ, შეიძლება სიმსუბუქე გინდათ, მაგრამ აი რას გულისხმობ თქვენ? ნუ ხო, კი, всё, სწორედ თქვი, მე დავისდა. აქ შეიძლება როგორი თემა არის, ნახეთ თქვენ თუ დაუშვათ, ეხლა ხართ, ანუ აქ რამდენიმე ვარიანტი იქნება. ან გამოსულები ხართ ტოქსიკური ურთიერთობიდან და უკვე არ გინდათ რამე ისეთი, ანუ შიში შეიძლება გქონდეთ რა, რაღაცა ურთიერთობის დაწყება და ამ დროს კი გინდათ, იმიტომ რომ ეს ნორმალური არის, როცა ადამიანს უნდა ურთიერთობა, ხო? ამიტომ ეს ქალს ყოველთვის უნდა გქონდეს ეს სურვილი. და კაცაც. მერე აქ შეიძლება კიდე იყოს დაუშვათ თქვენ ეხლა სიტყვაზე იყავით ურთიერთობაში, როგორ რაღაცა სხვა ეტაპზე გადახვედით, როცა თქვათ მანამდე იყავით ძალიან მიჯაჭვული ადამიანზე და აი თქვათ მაგის გარეშე სულ თქვა არ შემიძლია, არაფერი არ შემიძლია და ანუ ეხლა უკვე როგორ ხართ, იცით, შედიხართ, გინდათ როგორ იცით, ნუ სადაც იქნება უფრო აი ეს რაც გითხარით რა, თავისუფალი უფრო ურთიერთობა რა, ანუ შეხვედრა სიტყვაზე, როცა ანუ ერთმანეთისთვის მივცეთ ის, რაც ჭირდება ერთს და მეორეს, ანუ როგორ არის, იცით, მინდა აგესეთ რომ აი ეს რაღაცნაირად ეს ეჭვიანობები რო არ იყოს, ეს დამოკიდებულებები რო არ იყოს, ეს ანუ მსუბუქი, ეთყობა მაგას გვეუბნებიან რომ მსუბუქი როგორ არის, აი ლегкий რა, ანუ როცა არ არის პასუხისმგებლობა და ეს რაღაცა ჩხუბები და ეგ რაღაცები რა, აი ეგეთი ურთიერთობები გინდათ, იმიტომ რომ როცა მე ხარ მინდა ეს ძალიან მეცნიერული ენებით და რაღაცებით გელაპარაკოთ, მე ვცდილობ მაქსიმალურად უბრალო ენით ყოველთვის აგიხსნათ, იმიტომ რომ ეს უფრო გასაგები უნდა იყოს. ანუ აქ ხარ როგორ არის, იცით, მე ისედაც კარგად ვარ, მე მარტოც კარგად ვარ, მაგრამ მინდა რომ მყავდეს პარტნიორი, მაგრამ როგორ იცით, ტვინი რო არ მეც არ მიჭამოს ეს, აი ხო იცით რა, ახლა არც კაცებს არ უყვარს ტვინის ამოღება და არც ქალებს არ უყვარს, ხო, ეგეთი რაღაცა რო თქვათ, ახლა და ამიტომაც ეხლა ესეთი პერიოდი, თუ უკვე ქალმა გამოიარა ბევრი რაღაცა ცხოვრებაში, ახლა იმას ნამდვილად არ მჭირდება ვიღაცამ რომ ვინც უკარნახოს, როგორ დაჯეს, როგორ დადგეს და რა ჩაეცოს და რა დაიხუროს, ხო? და ნამდვილად ახლა უნდა ისეთი აი თანაბარი ურთიერთობა, პარტნიორული რა, ანუ ნამდვილი პარტნიორული ურთიერთობა, სადაც არ არის ეს აი კაცის ზეწოლა და ეგეთი რაღაცები. მივხვდი ახლა მე რასაც ჩვენ გვეუბნება მან არა, იმიტომ რომ მან არა ძალიან ღრმად შედის ქვეცნობიერში, გაიგე და გეუბნება სინამდვილეში რა გინდა შენ. და არა ისე რომ თქვათ ახლა ეს ნახეთ, აი რა როგორი ძნელია რომ შენ დაუშვათ ახლა გეუბნე, ნუ თქვათ აი რა გინდა, არ მინდა გათხოვება. კარგი, არ გინდა გათხოვება, გასაგები არ გინდა და აი ხა ნახე მან არა რას გეუბნება რა, აი ბა რა გინდა. ნუ მსუბუქი ურთიერთობა არ მინდა მე ხა რა არასერიოზული რაც მინდა, მე მინდა რომ იყოს რაღაცა ისეთი ურთიერთობა, სადაც თქვათ ერთმანეთისთვის ახლა გავუზიაროთ ყველაფერი ის, რაც თქვათ, ანუ სასიამოვნო იყოს ჩვენი შეხვედრები, თქვათ, ორივე სიამოვნებდეს. ამ დროს სინამდვილეში შეიძლება გაურბიხარ იმ ტოქსიკურ რაღაცებს. ნუ აი ხო ხდებით რა, ძალიან ქვეცნობიერ შედის ახლა მან არა, ამიტომ შეიძლება ზოგი ნუ ძნელია რომ გამოუწყდე რა. ამიტომ ნუ ეწინააღმდეგებით მან არას.
так, ანუ რა სინამდვილეში გჭირდება თქვენ, სინამდვილეში თქვენ რა გჭირდებათ, აღიარება გჭირდება თქვენ სინამდვილეში. იცით რა არის? ანუ აქ პარტნიორის აღიარება. აქ შეიძლება როგორი თემა არის, იცით? თუ დაუშვათ პარტნიორი ისე იქცეოდა, რომ არ გაფასებდა, ან იმ შენ საქმეს, რასაც შენ ანუ აღიარება როგორი მომენტია, იცით, როცა პარტნიორთან ხარ, აი ნორმალურ კაი ურთიერთობაში, ხო? ორივეს დაუშვათ უხარიათ ერთმანეთის წინსვლა. არა აქვს მნიშვნელობა ეხლა რანაირი არის ეს წინსვლა, ხო? როცა მე მოვდივარ გეუბნები შენ, რომ აი მე დღეს აი ეს თქვათ მივიღე, ჩემი თქვათ სამსახურში თქვათ კომპლიმენტი მითხრეს, რომ როგორი კარგი თანამშრომელი ხარ, ხო? და უზიარებ შენ პარტნიორს სიტყვაზე. და პარტნიორი შეიძლება, იცით როგორ არის, ან დაუშვათ, ხო, კაი, ან ყურადღებას არ მიაქცევს დაუშვათ ამას, შენ ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და ეს გჭირდება, რომ თქვას, მე ჩემი მაგარი გოგო ხარ, ვაიმე რა კარგია, რომ შენ ასეთი ხარ და ანუ ეს შეიძლება თქვენ შემთხვევაში დაუშვათ, ან არ გქონდათ, ან არ არის, ან იმდენად არ არის, რამდენადაც გჭირდებათ, იმიტომ რომ აქ არის ეს მომენტი, რომ სინამდვილეში რა გინდათ, რომ თქვენ ახლა გინდათ ეს აღიარება. და კიდე აქ არის ერთი მომენტი ვიღაცისთვის იქნება, რომ შეიძლება ურთიერთობაში თქვენ სინამდვილეში რა გინდათ, ნახეთ, აქ გოგოებო, თუ დაუშვათ თქვენ ეხლა ხართ მანძილზე და ურთიერთობა არის როგორ ისეთ მიდი მოვდი ვარ, თქვათ აი ეგეთი თემა, იცოდეთ, რომ აქ ეს ურთიერთობა თქვენ გეძლევათ იმისთვის, რომ თქვენ აი ეს დაამუშავოთ, მაგრამ ეხლა ეს თემა. იმიტომ რომ როცა ურთიერთობა გეძლევა შენ მანძილზე, აქ გასწავლიან შენ რას? რომ შენ უნდა შეიყვარო შენი თავი, შენ უნდა გქონდეს ისეთი საქმე, ანუ არ უნდა იყო, ნახეთ, არ უნდა იყო ამ სიყვარულზე დამოკიდებული. ანუ ეს როგორ არის, იცი, როცა ერთად ვართ, მაშინ სიყვარულიც არის, მჯერა რომ ვუყვარ ვარ და ასე შემდეგ, წავიდა და ვაიმე არ მომწერა, არ მიპასუხა, რაღაცა ხდება, ეთყობა აღარ ვუყვარ ვარ და ანუ თქვენ ამით გასწავლენ თქვენი თავის შეყვარებას რა, ჯერ შენს თავს მიაქციო ყურადღება. ეს ამაზე ბევრს ლაპარაკობ ისედაც და ეხლა აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ძალიან შორს წავალთ რა. ეგ უკვე ვინმეს უნდა პირად კონსულტაციაზე. ეხლა მე როგორ ვექცევი ურთიერთობაში? ეხლა ნახეთ როგორ ვექცევით ურთიერთობაში. შეიძლება უფრო აქტიურიც ხართ თქვენ აქ. ანუ ზუსტად ეს მომენტი გოგოებო, აი აქ უეჭველი იქნება ეს თემა. ნახეთ, ეხლა ვეგეტყვით. როცა შეიძლება თქვენ აი მე რაც გითხარით მანძილზე, ხო? არ მომწერა, რატო არ მომწერე? თან კიდე ნახეთ აქ როგორი შეცდომა შეიძლება იყოს კიდე. აი დაუშვათ თქვენ გაიცანით ადამიანი, ხო? და კარგი დრო გაატარეთ. კიდე ძალიან დიდი შეცდომა არის და სწორედ გამიგეთ ამ შეცდომაზე, როცა გოგოები შედიან ურთიერთობაში, ერთხელ შევხვდე, ორჯერ შევხვდე, სამჯერ შევხვდე და ეს იდეალური ვარიანტი უკვე. და ხედავენ, გრძნობენ ბიჭესგან იმას, რომ უნდა სექსი. ეს ნორმალურია, იმას უკვე რო დაგინახა სურათიც თუნდა და თუ სოციალშიც გაგიცნო, უკვე მაშინაც მოუნდა და სექსი მაშინაც მოუნდა, მაგრამ გოგოებს აქვთ როგორი თემა, ამიტომაც თუ დაუშვათ ახლა, მე არ მინდა ისეთი ურთიერთობა, რომ დაუშვათ ახლა სერიოზულში გადავიდე, აი უბრალოდ შეხვედრები და თქვათ რაღაც მინდა და მე ახლა გათხოვებას არ ვაპირებ, ლა. და მე იწყება როგორი თემა ახლა, კი დაპატიჟე ახლა იმან კაფეში, სიტყვა იდეალურ დაპატიჟე კაფეში. და გოგო უკვე მე ფიქრობს, რომ ვგრძნობ, რომ რაღაც მეც ახლა პრინციპში უარზე არა ვარ, მოდი ახლა მეც შევალ ამ სექსუალურ თემაში. ამით უფრო მოვაწონებ თავს და შევაყავ. აი ასე.
არის ეგა, გინდათ არ გინდათ გამოუძღდეთ ახლა თავს. მე ხდება როგორი თემა, იცით, რომ შიში ებადება გოგოს. ეხლა მე თუ არ წავალ მაგასთან ამ ურთიერთობაში, ხო შეიძლება სხვა ნახოს. ნუ აი ეს რა, ეს თელი თემა რა, ამაზე მე ვიმუშაოთ. მე ვიმუშაოთ, ეს გეგოდება ესე პირად კონსულტაციაზე მყავხართ. მე ვიმუშაოთ. ხო, მე ნახეთ და აქ ხდება ის მომენტი, როცა ეს ყველაფერი მოხდება და არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა კაცი გაქრება. დაიკარგა და გირეკა და დაიკარგა. აი აქ წება უკვე ეს თემა, რომ გოგო ურეკავს, ან წერს, ან საყვედურობს, ან რაღაცა და ამ დროს აფუჭებს ყველაფერს. რატო? იმიტომ რომ ჯერ პირველი უკვე გააფუჭა, რომ დათანხმდა ეგრევე მალე სექსზე. მეორე კიდე უკვე გააფუჭებს, როცა უკვე იწყებს ამისი ის რა აღელვებას. იმიტომ რომ კაცს ჭირდება დრო. არიან ისეთები, ვინც დაუშვათ სულ სწრაფები და ეგრევეც მოგწერენ, როგორ ახლა ჩემო სიხარულო მოგწერ, როცა იმექნება დრო სიტყვაზე, რა კარგი იყო, შენთან გათარებული თქვა საღამო და всё, შეიძლება მე უკვე კიდე რამდენი ხანი არ დაგირეკოს. ეს არიან ისეთები, ვისაც უნდა რომ გადახარშოს. კიდე იცოდეთ, რომ კაცისთვის არ არის მთავარი ურთიერთობა, კაცისთვის არ არის მთავარი მისი საქმე. მისი მეგობრები და ასე შემდეგ. მაგისი არ არის, თქვათ, აი, როგორც ჩვენ ქალები ვანიჭებთ უპირატესობას ურთიერთობას, კაცები ეგრე არ არიან. არ არიან, ბუნებრივად არ არიან. იმიტომ რომ მე ადრეც აგიხსენე თქვენ ბევრჯერ რატო. ამიტომ აქ არის ეს მომენტი, როცა და გოგო ღელავს უკვე, გაიგეთ და გოგო უკვე რეკავს, წერს, აი რატო ასე და კიდე როდეს შეხვდებით და რაღაც, აი ეს არის ეს ნუ შეცდომაზე ჩვენ ახლა როგორ იქცევა, აი შეცდომა მაინტერესებს. ხო, მე აი შეცდომა არის ზუსტად ეს მე რომ მე ვბრაზდება და всё, წავედი მე, არ ვუყვარ ვარ, ეს როგორ გაბედე, ეს რანაირად დაგბლოკავ, აი ეს და ანუ სწრაფად მე გადაწყვეტილებას იღებს, რომ всё, შენ ახლა აი ეს როგორ გული მატკინე, შენ რანაირად მოიკეცე და ასე შემდეგ. და შეიძლება სხვათა შორის აქ ზოგს აქ ესეთი მომენტები, როცა არც კითხულობს დაუშვათ, ნუ არც ეკითხება ბიჭს, ან არ ელოდება თუნდაც, ან გამოჩნდა თქვა 3 დღე, თქვა არ იყო სიტყვაზე და გამოჩნდა. და შეიძლება მართლა თუ დაკავებულია, ნუ ადამიანს მილიონი რაღაცა შეიძლება შეემთხოს და თან ეგ არ არის ჯერ შენ ამაგასთან ურთიერთობაში არ ახარ. შენ ეს ნახე, თქვენ თუ დაუშვოთ ქონდა მასთან სექსი, თქვენ ფიქრობთ რომ მე უკვე ურთიერთობაში ვარ. კაცი მასე არ ფიქრობს. არა. ნუ არ ფიქრობს. მithumetes როცა შენ ეგრევე დანებდი. ნუ არ ფიქრობს. და თუ კიდე თქვათ მოუნდება მოგწერს, თუ არა და შეიძლება ვაფშე აღარ მოგწეროს. მაგან თავისი მიიღო და მორჩა. ნუ ეს ძალიან ისეთი თემა კიდევაც გეუბნები, ჩვენ ახლა ამაში არ ჩავღრმავდით, უბრალოდ გეუბნებით, რომ აქ ძალიან ისეთი მომენტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მე გოგო ახლა ნახეთ, დაუშვათ მოგწერა 3 დღეს მერე, თქვენ ხომ სულ გიგენდათ ურთიერთობა? ნუ არ მინდა არაფერი ისეთი თქვა, თქონდა всё შეხვდეთ რა, წავიდეთ. მაგრამ გოგო უკვე ნახეთ სხვანაირად, ფსიქოლოგია გოგოს სხვანაირი ვიდრე ბიჭის, ხო? უკვე თუ არ მომწერა, ვაიმე ეს 3 დღე მერე იტანჯება, სულ ფიქრობს, რატო არ მომწერა, რატო არ დამირეკა, რატო ისე და თუ ძონ მიწერა 15 ჯერ და ვაიმე არც წაუკითხია, წარმოგიდგენია გოგო. აი ეგეთ ლაპარაკი წავიდა, ეს უნამუსო, ეს ნაგავი, ეს რაღაცა და უცბად გამოჩნდა, ან ადგა და მიბლოკად, ან გამოჩნდა და არ მჭირდება მე შენთვის, მე რომ შენთვის ყოფილი ვიყავი მნიშვნელოვანი, შენ მე მომწერდე, შენ მე მეტყოდი, შენ ასე იზავდე, შენ ისე იზავდე და ეს ზიზდა. ვერ გავიკე, რა მოხდა? მე იქ საქმე მქონდა, მე იქ ახლა რაღაცა მქონდა და რა პრეტენზიები გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც რა. ნუ ეს უნდა იცოდე კაცების ფსიქოლოგია, მაშინ უკვე ნამდვილად არ იზავე ხა მაგას და ხო და აი ზუსტად ეს მომენტი არის, რომ დასაფიქრებელი, შემოლამაზებო, დასაფიქრებელი არის რა, აქ რომ შეიძლება არც მოусმინე, უკვე რაღაცა მიითვისე, ესაც qolsatsodavi ტიპი, ეს ტიპი вообще აზე არ არის.
რა ხდება საერთოდ, გაიგეთ და პლუს კიდე გაქვთ ერთი მომენტი, რომ შეიძლება თქვენ ეგრევე ყველაფერს უყვებით ამ პარტნიორს, ესეც არის ერთ-ერთი მომენტი აქ შეცდომასავით. კაი, თუ დაამუშავეთ, რა იქნება? ნუ აქ როგორი მომენტი არის, იცით, ჯერ აი მე გეტყვით ერთ რამე. აი აქ დღეს ვიზეც არის გაშლა, მე რო გითხრათ, რომ თქვენ უკვე მზად ხართ რაღაცა სერიოზული ურთიერთობისთვის, ან გინდათ, შეიძლება ქვეცნობიერში კი გინდათ, მაგრამ აქ ძალიან დასამუშავებელი თემა არის, ჩემო ლამაზებო. ან ძალიან გადაიღალეთ თქვენ წინა ურთიერთობიდან და ეხლა განთავისუფლება გინდათ და უფრო შეიძლება გინდათ ურთიერთობა, მაგრამ ეძებთ აი ასეთ ურთიერთობას, სადაც არ არის პასუხისმგებლობა, მაგრამ მაინც ქალი არის ასე აწყობილი, რომ ქალი მერე სხვანაირად უყურებს და ამიტომაც როცა შედის სექსუალურ ურთიერთობაში, მერე ეგრევე სხვანაირად ფიქრობთ ჩვენ საერთოდ ურთიერთობა კაცები სხვანაირად ფიქრობენ და აი ესეც არის ძალიან ესეთი თემა დასამუშავებელი ძალიან, რომ ну უნდა იცოდე რა ის ნიუანსები, რომ მე გული არ გეტკინოს რა და აი სამწუხაროდ არ იციან ბევრი და არც ინტერესდებიან და ამიტომ უშვებენ შეცდომებს და ამიტომ მე სულ მაგას ვაწევთ, თუნდაც ელემენტარული რა არის, აი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნიება, ეს არის ჩვენი თავი, ჩვენი სული, ხო? და სულ მაგას ვამბობ, რომ შენ თუ გინდა, აი ჩვენ ხო ვამბობ, რომ გითხოს, რამდენიც გინდა, რომ გითხა, შენ რა მე მინდა რომ ყველა კარგად იყოს, მე მინდა რომ ეს ყველა ვინ არიან? ჯერ შენ თუ არ ახარ კარგად, იმ შენ ყველას როგორ გახდი დაუშვოთ, ну შენ ყველა რა ახარ, ვინც შენთან არის შენ სირგლივ არის, ხო? ანუ შენ უნდა იყო კარგად იმისთვის, რომ ეს მე გამოასხივო ეს კარგი ენერგია, რომ ისინი შენ სივრცეში იგზნონ თავ კარგად. ამისთვის რა უნდა იყო? უნდა გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ შენ თავზე თქვათ ახლა, ну იმუშავა ასე თქვათ რა, ეს ამოვიჩემი სიტყვა იმუშავა, ну კაი. ამიტომ ყველაზე კარგი თუნდაც აი ფინანსების ჩადება შენს თავში, ეს არის რა, ეს ეხება შენ სულსაც, შენს გარეგნობას და ყველაფერს. რამდენიც ხედავ ხოლმე გოგოებს ამაგრები არიან, ისე რომ შეხედა, მაგრამ მოუვლელი, ხო? ანუ პირველ რიგში აუცილებლად თავსაც უნდა მოუვარო, შენს თავს უნდა მიხედო, ხელფას რო იღებ, პირველ რიგში თქვენთვის გადადეთ, თანხა ეს ჩემთვის არის. იმიტომ რომ მე მჭირდება მანიკიური, პედიკიური და მე მჭირდება ფრიჩოსკა. არა აქვს მნიშვნელობა სულ რო სახში ზიხარ სიტყვაზე რა და არსად არ გადეხარ. მერე კიდე თქვენ აი თუ რამე გაწუხებს სულიერ განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა მე რამდენიც მუშაობ და მაინც ეხლა ვნახეთ ამ მაგარია პროფესიონალი და მივდივარ თერაპიაში, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი. ეხლა მე რო თქვენთან მუშაობ და გეუბნებით რაღაცას, მეც უნდა მქონდეს სულ ყველა სფეროები ისე დალაგებული, რომ ვიყო ძალიან აი სულ ეგეთ ენერგიაში კარგად ვარ რა. ამისთვის ზოგჯერ ეხლა რა თქმა უნდა გჭირდება ჩვენ ვინმე, ხო? ეხლა პლასტიკური ქირურგი თავის თავს პლასტიკას ვერ გაუკეთებს, ეძებს მაგაზე უკეთეს, ხო, ასეა. ამიტომ ჩემო ლამაზებო, ჩემი რჩევა ასეთი იქნება. მე არ ვეძლებ რჩევებს, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მოგწევ. არ დაგენანოთ არასოდეს ფინანსები იმისთვის, რომ თქვენ სულს უმკურნალოთ, სულს. თქვენ გარეგნობა რო იყოს სულ მოწესრიგებული. პირველ რიგში თქვენთვის ეს არის საჭირო და მერე უკვე სხვებისთვისაც, გაიგეთ? რაც აი ეცადეთ მაქსიმალურად, რომ გაარკვიოთ ეს მომენტები, რომელიც თქვენ გაწუხებთ, იმიტომ რომ ეს მერე ნახეთ ახლა პოზიტიურადაც არ ახარ განწყობილი, მე ყველაფერი გაღიზიანს, ეს ყველაფერი გაღიზიანს, ამას ასხივებ. მე ცუდი სიტყვა, კაროჩი რა, ეს ნეგატივები და ასე შემდეგ. როცა შენ ანუ შენ სულს მკურნავ, როცა შენს გარეგნობაზე მუშაობ, იმიტომ რომ ეს ხო სიამოვნო სარკეში ჩაიხედავ და ამი რა, კაი გოგო ვარ, ხო? ხო, უფრო მაგარით ამი რა ზგავარ, ხო? რომელი ჯობია, რომელი განწყობა ჯობია. вот, ჩემო ლამაზებო, ამიტომ, ну, პრინციპში მე მგონი აქ ისედაც ძალიან ბევრი საინტერესო დღეს იყო. მე რა თქმა უნდა მინდა რომ
თქვენ მე მომცეთ მხარდაჭერა და თქვენი ვაიმე რა უნიკალურს წერთ ხოლმე თქვენ კომენტარებს, ესე იგი როგორ ვკითხულობ, ნეტარი აი რო დაგენახათ ჩემი თავი, მე როცა ვკითხულობ თქვენ კომენტარებს, გაგიჟდებოდეთ სიხარული. აი ესეთი ვარ, ვაიმე შენ გენაცვალე და შენ ჭირები და ჩემი კარგი გოგო და ესეთი რაღაცა, ესეთი ემოციები მაქვს სულ. იმიტომ რომ მიხარია, რომ აქ არ ვზივარ ტყუილად და თუნდაც აი დავუშვით რამდენმაც დაწერეს კომენტარები, ვიცი რა თუნდაც ამ გოგოებისთვის ვიყავი დღეს საჭირო და ეს ძალიან მაგრამ მიხარია. იმიტომ რომ მართლა ძალიან სულით გულით მიყვარხართ, იმიტომ რომ სულ ყველა ჩემი მოცავი სულები ხართ თქვენ, აბა თქვენ რა გონიათ ახლა რადგან აქ ხართ, ეს ასეა რა. იმიტომ რომ სული როცა მოდის, ეს ყოველთვის თან მოყავს თავის სულიერი მოზღვარი და როცა საჭირო არის, მაშინ მაგას პოულობს და ის მე მაგას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ასე ვთქვათ, ეხმარება. იმიტომ რომ ძნელია, მართლა ძნელია ეს სიარული, რა თქმა უნდა, ამ დედამიწაზე სულისთვის. და კოცი ბევრი მიყვარხარ ძალიან კომენტარებში, გელოდებით გამახარეთ ძალიან აქ თხოვთ.